მოგესალმებით, თქვენ არ მხოლოდ უსმენთ დღეს, არამედ უყურებთ კიდეც რადიო პალიტრას. დღეს საგანგებო გადაცემა გვაქვს. დღეს მთელი მსოფლიო, რადიოს მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ეს დღე იუნესკოს ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა, დაემთხვა გაეროს რადიოს დაბადების დღეს, 13 თებერვალს. მაშინ ითქვა, რომ რადიო ადამიანების ცხოვრებაში, საზოგადოების ცხოვრებაში ასრულებს არა მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის გავრცელების როლს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების დროს. სხვა შორის, სწორედ საგანგებო ვითარებაში გავიდა რადიო პალიტრის პირველი ეთერი 18 წლის წინ. ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. მაშინ არ იყო ჯერ კიდევ დაგეგმილი რადიო პალიტრის ეთერში გასვლა, მაგრამ საზოგადოების ინფორმირებიდან გამომდინარე, აი ამ საჭიროებიდან გამომდინარე, სწორედ საგანგებო ვითარებაში დაიბადა რადიო პალიტრა. და დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს ამ დღის აღსანიშნავად სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონ სალომე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყებდი პირველი შეკითხვით, თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს რადიოს? მე დავიწყებდი იმითი, რომ მინდა რომ მოგილოცოთ თქვენ ეს დღე, იმიტომ რომ ნამდვილად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. და ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რადიო და მით უმეტეს იმ პერიოდებში, სწორედ როგორც დღეს ვიმყოფებით, როცა საზოგადოებას სჭირდება ობიექტური ინფორმაცია, როცა უფრო და უფრო რთული ხდება ამ ინფორმაციის მიღება. ერთი არის იმ კონტექსტში, როცა რეჟიმი ხდება უფრო და უფრო ავტორიტარული თუ დიქტატორული, როგორც დავარქმევთ და ანუ ზღუდავს ინფორმაციას, ეს ერთი მხარე არის. მეორე მხარე არის ასევე, რომელიც ჩვენზეც ყველაზე მოქმედებს, როცა ამდენი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და ეს უკვე არა მხოლოდ შიგნიდან, ქვეყნიდან, არამედ გარედანაც მოდის ეს ცრუ ინფორმაცია. ანუ ამდენი გამოწვევის წინაშე რადიოს აქვს ძალიან დიდი დანიშნულება და მე მგონი რომ ჩვენ ყველასთვის, ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ რადიო უნდა შევინარჩუნოთ, უნდა გავაძლიეროთ და ამიტომ გილოცავთ მე ამ დღეს და ულოცავ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ რადიო კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ საქართველოს რადიო, ანუ რადიო საქართველოში არის ერთ-ერთი უძველესი რადიო და უკვე საუკუნეზე ერთი წლით მეტს ითვლის 1925 წელს დაფუძნდა საქართველოში პირველი რადიო და დღემდე ძალიან მოხარული ვარ, რომ აქტუალობით სარგებლობს და მოთხოვნადია მსმენელებს შორის. თქვენ გამოწვევები ახსენეთ და თქვით, რომ აი დღევანდელობა არის ყოველდღიურად სავსე გამოწვევებით. ნამდვილად ასეა, გეთანხმებით, როდესაც ვემზადებოდი თქვენთან ინტერვიუსთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ მოცემულ მომენტში შეიძლებოდა კიდევ რაღაც ისეთი მომხდარიყო, რაც შეცვლიდა დაუშვათ დრამატურგიას ჩემი თქვენთან საუბრისა. ასეც მოხდა თითქოს რაღაცა ქარიშხალი ჩაცხრა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე. შემდეგ გადაიფიქრეს, თქვეს, რომ ისინი აღარ გაერთიანდებიან, თუმცა ტექნიკური მიმართულება დარჩება მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში და გუშინ გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ პედაგოგიური მიმართულება დარჩება ილიანს. დღეს დაზუსტდა, რომ მომავალ აკადემიურ წელს მათ მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამაზე მოვისმინეთ მოსაზრებები. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის აუცილებლობით განპირობებული, რომ განათლების რეფორმა მოითხოვს ამას, იმისათვის, რომ სამომავლოდ განათლების ხარისხი საქართველოში გაიზარდოს. თავად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის შურისძიებად მათი მისამართით, მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? შეიძლება ნაწილობრივ იყოს ეს ახსნა იმისი, რომ მართლაც ილიანი რაღაცნაირად გაჩხერილი ყავთ და უნდათ რომ მოუღონ ბოლო, მაგრამ რეალურად ბევრად უფრო მძიმედ არის საქმე. მე ბოლომდე ჩავიხედე და ჩავიხედეთ ერთად, იმიტომ რომ ჩვენთან იკრიბებოდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, როგორც კი დადგა დრო ამ ახალი არ ვიცი რა დავარქვათ, ეგრეთ წოდებული რეფორმას უწოდებ.
განვიხილეთ და დოკუმენტიც დაიწერა ამ დროს ამ კანონს, რომელიც რეალურად დაიწერა მოსკოვში 2022 წელს და ჩვენი არის მხოლოდ რაღაცნაირი გადმოწერა ამ კანონის გაქართულება შეიძლება ითქვას. მაგრამ ძირითადი მიმართულებები იგივე არის, ეს არის კონტროლის დაწესება უნივერსიტეტზე და არა მხოლოდ ილიაუნიზე. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს იწყება ან თავდება ილიაუნით, ან გპ-ით, გპ-იც ხო რეალურად ახლა კონტროლის ქვეშ არის. ეს პატარა რაღაცა საფრთხე, რომელიც უცებ დაინახეს და უცებ ვითომც მოეხსნათ, საკმარისი არის იმისთვის, რომ იმ უნივერსიტეტში გააღვივოს ყველა ის ძველი რაღაცა მექანიზმები და ინსტინქტები, რაც იქ კარგად ჩაბუდებული იყო დიდხანს და ყველა სხვას ეხება, ეს ეხება სოხუმის უნივერსიტეტს, ეს ეხება ადგილობრივ უნივერსიტეტებს, იმიტომ იქაც იქნება ის იგივე ერთი ფაკულტეტი ქალაქში და რაც არ უნდა იყოს ის, რომ ვითომც ქუთაისს და ბათუმს უტოვებენ, რას უტოვებენ ჯერ გაურკვეველი არის და ვის უტოვებენ. და რეალურად მთლიანობაში ეს ეძღვნება იმას, რომ კონტროლი პოლიტიკური ეს ერთპარტიული, რაშიდაც ჩვენ ვცხოვრობთ უკვე, ეს ერთპარტიული კონტროლი გაწესდეს მთლიანად პროფესორებზე, პროგრამებზე, წიგნებზე, ხო გვითხრეს, რომ ერთი სახელმძღვანელო იქნება თითო დარგში დაწერილი რაღაცა კომისიის მიერ, როგორც არ ვიცით, ვინ დაწერა ეს კანონი საქართველოში, ვინ გადმოწერა. ასევე არ გვეცოდინება, ვინ დაწერს იმ სახელმძღვანელოს, რომელი კომისია, რომელი პარლამენტის წევრი წარმოგიდგენია, რომ შეიძლება რომ დაწეროს რამე ამის შესახებ. და კიდევ შემდეგ იქნება შემდეგი ეტაპი. არავინას არ ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩება. თქვენ ფიქრობთ, რომ შემდეგი ტალღა სწორედ კერძო უნივერსიტეტებში შეეხება? მათი პირდაპირი ნიშანი, რომ ცალ-ცალკე ეხებიან სხვადასხვა დარგს, სხვადასხვა სექტორს საზოგადოების ჯერ თქვენ და სხვას გონია, რომ მე გადავრჩი და რა კარგია შეიძლება გავჩუმდე. მე მეორეს, მე კიდევ გადავრჩე. ეს არის ტიპიური, ვისაც ახსოვს ან უსწავლია, მე პირადად არ მახსოვს, მაგრამ მისწავლია, როგორ მოქმედებდა საბჭოთა სისტემა, ეს პირდაპირ ეს არის, რომ როცა აკაკუნებდნენ ვიღაცის კარებთან, მაშინ მეზობელი ფიქრობდა, რომ მე გადავრჩიო და ჩუმად ვიყო. და შემდეგ როდესაც მას მიადგნენ, აღარავინ იყო ხმის ამომღები. და ეს არის ის, რაც ვრცელდება დღეს უნივერსიტეტზე, ხვალ რომელიმე დარგზე, ბაზრობაზე, მარკეტებზე. ან თქვენ ფიქრობთ, აი ფასებთან დაკავშირებით რაც ხდება, ესეც აი ამ პროცესის ნაწილია? ან ჩვენ ხომ ხედავთ, ფასების კომისია აგერ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს პარლამენტში სამთავრობო კომისიის შემდეგ და ისინი განიხილავენ თუ რა აძვირებს პროდუქციას საქართველოში. ეს არის სრული სოციალისტური სახელმწიფო სოციალისტური მიდგომა, რომ შეიძლება რომ პარლამენტის კომისიამ განაგოს ან გაიგოს რატომ ფასები არის ბაზარი და ბაზარი არის თავისუფალი ან არ არის. ორი ვარიანტი ამისი არ არსებობს და ეხლა 13 წელია ვერ გაიგეს რატო ფასები გაძვირდა და გვეუბნებოდნენ რომ ყველაფერი კარგად არის და ეკონომიკა დუხს და გადადუხს და ყველასთვის არაჩვეულებრივი ცხოვრებაა. ეხლა მიხვდნენ რომ თურმე ევროპაში უფრო დაბალი ფასებია. ფიქრობენ იმაზე რატომ არის უფრო დაბალი და მე გამოსავალი აქვთ კიდევ ერთხელ საბჭოთა გამოსავალი, ანუ ერთი რაღაცა მარკეტი ერთ უბანში, კონკურენცია არ უნდა იყოს ვის გაუგია ბაზრის პირობებში, რომ კონკურენციის გარეშე ფასები დაიკლოს. და იქნება ბაზარი არ არის კონკურენტული. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს, ვისაც მართლა აწუხებს ქალბატონო სალომე ხომ მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი. მათთვის თუ ფასები შემცირდება შესაძლებელია შვებაც იყოს. ფასების შემცირებაზე ხო არ არის ლაპარაკი, ჯერ ერთი გეუბნებიან რომ 3 ცენტით კვერცხზე და ისიც არ ვიცით რა პირობებში. რეალურად როცა სახელმწიფოს უნდა რომ ფასები იმ კატეგორიისთვის და იმ წრისთვის ჯერ მთლიანად ბაზრის მოშლა არ შეიძლება, მაგრამ თუ გინდა რომ გაითვალისწინო იმ ნაწილი საზოგადოების პირობები, რომელსაც ძალიან უჭირს და რომელსაც ჭირდება შველა, ყველა ევროპის მაგალითზე, რადგან თვითონაც ხოლმე ლაპარაკობენ ევროპის მაგალითზე, ერთი საშუალება არის, რომ დერეგე
შეამცირო იმ პროდუქტებზე, რომელიც არის აუცილებელი პროდუქტები: პური, რძე, კარაქი, ზეთი, ფქვილი და შესაძლებლობა ამითი მიცე რაღაცა შველა სწორედ იმ კატეგორიებს, რომლებსაც ყველაზე უფრო უჭირთ. ამ დარგში შეიძლება შეიჭრას სახელმწიფო და ზოგადად ბაზარი მოშალო და რაღაცა მაშინ ერთ რამეს გამოიწვევ მხოლოდ და ეს უკვე გავლილი აქვს ამ ქვეყანას და ბევრს ალბათ ახსოვს. ეს არის დეფიციტი იმ პროდუქტებზე, რომელსაც შეუზღუდე ნორმალური ბაზრის განვითარება. თავიდან როდესაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო საუბარი ესეთ საჯარო დებატებზე და დისკუსიაზე თავის ოპონენტებთან, თქვენ გააკეთეთ განცხადება და თქვით, რომ არ არის მიზანშეწონილი ქართულ ოცნებასთან დებატებში შესვლა. ვხედავთ, რომ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დებატი შედგა, კიდევ იგეგმება. ახლაც ასე ფიქრობთ, რომ არ არის მიზანშეწონილი, მაგალითად ქართულ ოცნებას გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაუპირისპირდნენ, არ ვიცი, დამოუკიდებელი სფეროს ექსპერტები, ამ სფეროში კარგად ჩახედული ადამიანები, პოლიტიკოსები, ვისაც ეპატიჟებიან ასე ვთქვათ, დისკუსიაში მონაწილეობისთვის. ახლაც ასე ფიქრობთ? ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ აქ სხვადასხვა კატეგორია არის მორალური კატეგორია. შენ როგორ თანხმდები იმაზე, რაც არის განმოგდებული ამ რეჟიმის მიერ, ეს ხო არ არის ნამდვილი ღია დებატი, მაშინ უნდა ყოფილიყო დებატი, სანამ მიღებული იქნებოდა კანონი. არ ვიცი რამდენი თვე არის კიდევ ერთხელ განმოწერენ ამ კანონს რუსეთისგან, მაგრამ ხო შეიძლებოდა რომ იმ წრის წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან დაინტერესებული სტეიქჰოლდერები, რასაც ქვია, იმათთან ყოფილიყო გავლილი ნაწილობრივად მაინც ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის მთავარი ელემენტები. არაფერი სრული სიჩუმე და უცებ გადმოგიგდეს და მე გადმოგიგდეს, რომ მიღებული არის ისე რომ არანაირი დებატი პარლამენტში ხო ამოიღეს კანონიდან ის ვალდებულება, რომელიც მოითხოვდა, რომ კანონის მიღების წინ კომიტეტებში ყოფილიყო განხილვა სწორედ საზოგადოებასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. ეს ისე ჩუმად ამოაგდეს თავიანთი ვალდებულებებიდან, რომ არაფერი აღარ დარჩენილა და პარლამენტის დებატები ხო ვხედავთ, როგორ ვითარდება სპორტსმენების და უვიცების შორის არანაირი არსებითი დებატი არ არსებობს. ისე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ქალბატონო სალომე, 12 დეპუტატი. მე არ გავაკომენტარებ რა ტიპის ოპოზიცია არის. მე ვამბობ, რომ არ არსებობს რეალური შინაარსობრივი დებატი კომიტეტებში, ეს მორჩა დიდი ხანია არ ყოფილა და ალბათ არასოდეს აღარ იქნება ერთპარტიულ პარლამენტში, რაც არის დღეს, რაც არ უნდა დასახელებები იყოს სხვადასხვა ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს დღეს. და პრემიერის ასეთი გადმოგდებულ შემოთავაზებაზე, რომ აბა მოდით დებატები, იმიტომ რომ ჭირდებათ რაღაცა ფორმით ამ იზოლაციიდან, ამ რაღაცა ერთპარტიულობიდან შემსუბუქება ამ სურათის, არ ვიცი თავიანთი ვინც დარჩა მხარდამჭერებისთვის, არ ვიცი გარე მსოფლიოსთვის, სადაც მაინც უნდათ როგორც ჩანს რაღაცა ხელის ჩამორთმევა, რაღაცა აღიარება, რა მიზანს ემსახურება ზუსტად ძნელი სათქმელი არის, მაგრამ ეს არის მათი მიზნის მისაღწევად და არ არსებობს იმისი ვარიანტი, რომ ერთ საათიან დებატში პრემიერთან, რომელიც არ წარმოადგენს სწორედ ექსპერტს ამ სფეროსი და ისა, რამეს მიაღწიოს. სხვა იქნებოდა რომ გაეხსნათ, რაც არის მოთხოვნა საზოგადოების, გაეხსნათ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც ასევე მიიღო უცხოეთიდან ევროპული მაუწყებლების ორგანიზაციიდან რაღაც შენიშვნები, როგორც ვიცი, იმათ გაეხსნათ თავისუფალი სივრცე თემატურად, რომ საზოგადოება, ექსპერტები, არაექსპერტები, მშობლები, მაგალითად ამ შემთხვევაში სტუდენტები, ყველამ განეხილა ეს და საზოგადოებრივი აზრი ყოფილიყო ჩამოყალიბებული, ალბათ არავინ არ მიიღებდა მხედველობაში რეჟიმიდან, მაგრამ ეს შეიძლება ყოფილიყო ერთგვარი ნაბიჯი, რეალური რაღაცა დისკუსიის. დანარჩენი არის ყველაფერი
ფიგურული სრიალი. სხვათა შორის, ხო, მაშინ გამოდის, რომ ამ ფიგურულ სრიალში ოპოზიციის როგორც თქვენ უწოდეთ ამ ყველაფერს, ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს, ნაწილი არ მონაწილეობს. ეს აღნიშნე იმისთვის, რომ სხვათა შორის ოპოზიციაში ეს არის ერთ-ერთი მიზანი დაყოფა ოპოზიციის ამ თემით. ძალიან კარგად იციან, ანუ თუ რამე იციან, ქვეყნის მართვა ნამდვილად არ იციან და არც არაფერში არ ჩანს, მაგრამ დაყოფა იმისთვის, რომ იბატონო, ეს კარგად იციან. ეს არის ძველი ტექნოლოგია, რომელიც ყველა ასეთი რეჟიმი ხმარობს რაღაც მომენტში, რომ როგორ ერთმანეთში. მაშინ ოპოზიცია რატომ ყვება მათ ამ თამაშს ასე მორჩილად, იმიტომ რომ ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასრთა სხვადასხვაობაა და ოპოზიციაში არ არის ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, მაინც რაღაცნაირად ვერ დააყენეს პარტიულ თუ პირად ინტერესებზე მაღლა ეს საკითხი და ხედავთ, რომ გაერთიანების მე მგონი, რომ პირიქით არის საკმაოდ დიდი ერთიანობა ოპოზიციის ამ საკითხზე, როგორც პოლიტიკური წარმომადგენლების. ეხლა ვიღაცის შეცდომა ან არ დაფიქრება იმაზე და შეიძლება იმის ფიქრი, რომ ამას რაღაცა აზრი ექნებოდა, რომ ვიღაცას რაღაცას გააგებინებ, ანუ ყველას აქვს შეცდომის რეალურად უფლება. მე არ ვიტყოდი, რომ ამ საკითხზე ოპოზიცია დაყოფილი არის. თავისუფლების მოედანი, რომელიც ოპოზიციურ რვიანშია და როგორც ვიცით, ძალიან აქტიურად მონაწილეობს აი ამ მოლაპარაკებებში ერთობასთან დაკავშირებით, მათი წარმომადგენელი ხვალ ტელეკომპანია იმედის ეთერში. ხო, მაგრამ მე ისიც ვნახე, რომ ოდნავ დაიხია იმითი, რომ იმასაც ამბობს, რომ მე პოლიტიკურად არ მივდივარ, პოლიტიკური წარმომადგენელი არა ვარ, მე მივდივარ როგორც ექსპერტი. რაც ნიშნავს, რომ რაღაცა ფორმით მაინც გაიაზრეს, რომ პოლიტიკური მონაწილეობა ასეთ ფორმატში არ შეიძლება და არ შეიძლება მე დავიწყე მორალით. არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ გყავს სინდისის პატიმრები, რომელიც ამდენი თვე არიან ციხეში და ვერანაირად ვერ გატეხეს ისინი, ვერ ათქმევინეს, რომ ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია, ვერ მოაწერინეს ხელი აღიარებაზე, რაღაცა საპროცესო შეთანხმებაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭები დგანან როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები ციხეში. და სანამ ესენი ასე მყარად დგანან ყველაფრის მიუხედავად, ან იგივე ელენეს თალი, ან მზია მაღლობელი, არავის არ გვაქვს, არავისზე არ ვიტყვი ახლა, არავის არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენ ვიყოთ ნაკლებად მყარი, ნაკლებად მტკიცე ჩვენ პრინციპებში. კი ბატონო, რადგან ოპოზიცია ვახსენეთ, ვხედავთ, რომ მორიგჯერზე ამ ბოლო წლების განმავლობაში უკვე არ ვიცი რომელ წრეზე მიდის ოპოზიცია, ცდილობს გაერთიანებას, რაღაცა ერთიანი გეგმის, ხედვის, სტრატეგიის გარშემო. ვიცით, რომ 8 პარტია მყარად მონაწილეობს ამ მოლაპარაკებებში, რაღაც დოკუმენტით, წესებით აქვთ შემუშავებული, ელოდებიან ნაციონალური მოძრაობის და ლელოს საბოლოო პასუხს. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეცვლის თუ არა ასეთი ტიპის გაერთიანება, რაზეც მიდის ახლა საუბრები, რაც ვიცით საჯაროდ, რამეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაყოფიერი ქმედით თუ იქნება? კი, მე არ ვთვლი, რომ ასეთ გაერთიანებას უნდა კონდეს რაღაცა დიდი ამბიციები, რომ ერთიანი რაღაცა სტრატეგია, გეგმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული არის დღევანდელ პირობებში, რომელიც როგორც თქვით დასაწყისში, ყოველდღიურად გვიცვლიან მოცემულობას და ცვლიან ყველანაირად ამ სახელმწიფოს პირობებს. პრაქტიკულად სახელმწიფოც რამდენად გვაქვს დღეს, არ ვიცით. ამიტომ მთავარი ის არის, რომ შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომ დაინახოს საზოგადოებამ და დაინახონ ჩვენმა პარტნიორებმა, რა მოხდება და ვინ იქნება პასუხისგებელი სტაბილურობაზე, როცა ეს რეჟიმი ჩამოიშლება, ან წავა არჩევნებზე, იმიტომ რომ გათვლის, რომ შეიძლება მოვიგო ეს არჩევნები, ან მოვიგო რაღაცა რაც არ უნდა იყოს სცენარი, არ ვიცით, რომელი გათამაშდება და ვერავინ ვერ იტყვის, ამიტომ ვინც კითხულობს, რომ რა გეგმა არის, გეგმა რო აწყო, უნდა იცოდე რა არის შემდეგი
ეტაპი, რომელსაც უნდა უპასუხო და ჩვენ არ ვიცით, რომელი იქნება შემდეგი ეტაპი. ჩანს, რომ ეს რეჟიმიც ძალიან მყარად არ არის და რაღაცნაირად გადასული არის ისტერიულ ქმედებებში, ყოველდღიური ეს რაღაცა ხანახალი კანონი, ახალი რეპრესია, ახალი 3 საათიანი მონოლოგები ტელევიზიაში და ასე შემდეგ. ძალიან ისეთი მყარ და სტაბილურ რეჟიმის განცდას არ გვაძლევს და მათი შიდა დაპირისპირებები და ფული მომიტანე და ფულზე გადასული რეალურად მთლიანად რეჟიმი. მაგრამ მთავარი შებრკოლება არის ის, რომ ვერც საზოგადოება და ვერც ჩვენი გარე პარტნიორები ვერ ხედავენ, რომ არის რაღაცა ბირთვი, რომელიც კომპეტენტურათაც და პოლიტიკურაც მზად არის, რომ აიღოს პასუხისგებლობა ამ გარდამავალ ძალიან რთულ პერიოდზე. რა უშლის ასეთი ბირთვის ჩამოყალიბება? რეჟიმი. იმიტომ რომ მთავარი ამათაც ძალიან კარგად გაიგეს, რომ ეს როგორც კი შეიქმნება, ეს არის ის, რაც გვაბრკოლებს ჩვენ, რაც რეალურად წინააღმდეგობასაც ერთგვარად ასუსტებს და რაც ქმნის ჩვენ პარტნიორებში რაღაც გაუგებრობას, აი ვის დაველაპარაკოთ, ვინ იქნება ის რეალური ძალა, რომელსაც უნდა დავეყნოთ, დავეხმაროთ და ასე შემდეგ. და რეჟიმი მაიცის, რომ ეს არის მისთვის ყველაზე დიდი საფრთხე და ასე რომ მისი მთავარი პრიორიტეტი არის რომ ებრძოლოს ამას, ებრძოლოს იმათ, ვინც არ ცნობენ მის ლეგიტიმურობას. ეს არის ხო მისი რატომ რაში გაწუხებს? ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერით. ეხლა სხვათა შორის პირველი მოსმენით მიღებულია კანონი, ელოდებიან მეორე მოსმენას, რომლის თანახმადაც ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს არალეგიტიმურად გამოცხადება სისხლის სამართლის წესით დაისჯება. სხვათა შორის, როდესაც მიდიოდა ამაზე საუბარი, არც მორიდებიან, ისინი პირდაპირ პერსონალურად გასახელებდნენ თქვენ, რომ თქვენი სტანდარტით დადიხართ და თავს ისევ პრეზიდენტად აცხადებთ და იყო შეკითხვები, პირდაპირ ეკითხებოდნენ ჟურნალისტები და მეც ახლა პირდაპირ კითხავთ. ელოდებით, რომ თუ კი ეს საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევიდა, შესაძლებელია თქვენი, არ ვიცი, სისხლის სამართლებრივი დევნის, პატიმრობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. მე ასე არ დავსვამდი კითხვას, არ ვიცი, ვერავინ ვერ იტყვის ამას და პასუხი არ არსებობს. მაგრამ რეალურად ეს მიმართული არის არა ჩემსკენ, ან მხოლოდ ჩემსკენ, უფრო მიმართული არის სხვებისკენ. რომ რომელიმე სხვა პოლიტიკურმა ძალამ, ანუ იგივე გაერთიანებამ არ დააყენოს კითხვის ქვეშ მათი ლეგიტიმურობა, ან მაშასა და მე ჩემი, მათი პრეზიდენტის, ანუ ეს ყველაფერი ხომ ერთად არის პარლამენტის არჩევნების ლეგიტიმურობა, პარლამენტის ლეგიტიმურობა, მთავრობის ლეგიტიმურობა და ყაველაშვილის ლეგიტიმურობა, რომელიც ყველაზე ნაკლებად რეალურად საინტერესო არის და თქვენ მას არ უწოდებთ პრეზიდენტს. რატომ აღელვებთ ამდენად? ხო, თუ ასე სუსტი ხარ, მე ჩემზე ამბობენ რომ გიჟი არის და რაღაცა და დაცინიან. თუ ასე არის რეალურად, რატო გაღელვებს, რატო გჭირდება კანონი? ასეთი ძალით აღიარება მე ვიცი მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი. ერთი არის ეშმაკი რო ეუბნება ქრისტეს რომ აღიარეო და მაღიარეო. მეორე არის როცა ისლამური იმპერიები ჩვენ წმინდანებს თხოვდნენ რომ გვაღიარეთ, შეიცვალეთ რჯული და ასე შემდეგ და მესამე არის საბჭოთა პერიოდი, როცა ყველას თხოვდნენ, რომ აი მოაწერე ხელი აღიარებაზე, დაგიჭერდნენ, გაგასამართლებდნენ, დაგხვრეთდნენ, მაგრამ მთავარი იყო, რომ აღიარებაზე შენ ხელი მოგეწერენ. და ჩვენთვის კი მთავარი მეგონა რომ იყო, რომ გვემუშავა იმაზე, რომ არავის არ აეღიარებინა ოკუპირებული ტერიტორიები. და როგორც ჩანს, მათთვის შეიცვალა პრიორიტეტი. დღეს გახდა რომ მაღიარეთ და რატო ფიქრობთ რომ თქვენ არ გეხებათ? არა, მე ამბობ რომ მე არა ვარ მთავარი ობიექტი. მე ყველამ რო თქვას რომ ლეგიტიმური არის ხელისუფლება, ლეგიტიმური არის პრეზიდენტი, ლეგიტიმური არის პარლამენტი, მე რა ვარ ერთი ადამიანი, რომელიც არაფერს არ ცვლის. სხვებისგან მჭირდებათ, ანუ ამ ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებისგან, საზოგადოებისგან, იმ ადამიანებისგან, რომელსაც ხვდები ქუჩაში. გასაგებია, მაგრამ შესაძლებელია თუ ეს კანონი ამოქმედეთ და ის გახდეს მათი პოლიტიკური ოპონენტების დევნის იარაღი. სხვა შორის ვერსიაც გამოითქვა, რომ აი ხომ არ წავა, თუ ამ კანონს მიიღებენ, სალომე ზურაბიშვილი ხომ არ წავა
საზღვარგარეთ როგორც წავიდა გიორგი გახარია. ეს ეხება ყველას. როგორც მე მიღებული ასევე კანონი ბიზნესზე, რომ არ დაეხმაროთ არაბის და თუ ვინმეს ეხმარებით, რომელსაც რამე პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოს ბიზნესმა. ანუ მათი მთავარი ინსტრუმენტი ვიტყოდი, რომ კონდეთ იმდენი კანონი, რამდენიც საჭირო არის, რომ ყველას თავზე იყოს ჩამოკიდებული დამოკლესის მახვილი. არ გიცოდე. ამიტომ ყველა მეკითხებით მე თქვენზე არის არ არის როდის იქნება. ყველაზე უნდა იყოს ჩამოკიდებული, ყველა უნდა ფიქრობდეს, რომ შეიძლება მე შემეხოს, როდის დღეს არა ხვალ ზეგ და ყველა იყოს გაჩერებული. ეს არის მიზანი, რომ ეს საზოგადოება დადუმდეს, გაჩერდეს და გახდეს სრულიად მორჩილი. და პასუხი ჩვენზე არის, ჩვენ დავდუმდებით, გავჩერდებით თუ გავაგრძელებთ და მე არსად არ ვაპირებ წასვლას. აი ეს მინდოდა მეკითხა, ანუ კანონით თუ კანონის გარეშე თქვენ წასვლას არსად არ აპირებთ? არსად არ ვაპირებ, რატომ უნდა წავიდე? წასვლაზე გამახსენდა სხვათა შორის უცნობილი გახდა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას წელს დაესწრება მაკა ბოჭორიშვილი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე გიორგი გახარია მიიღებს ამ კონფერენციაში მონაწილეობას. მე თუ სწორად მახსოვს, გასულ წელს ამ კონფერენციაში თქვენ მონაწილეობდით. წელს რა ხდება? თქვენ თავად არ ისურვეთ გამგზავრებული? არა, ამ წელს არ იყო იმის საშუალება, რაც მე მიმაჩნია როგორც აუცილებლობა, რომ მე გამოვსულიყავი ერთ-ერთ პანელზე, არ შეუთავაზებიათ, პანელი არ იყო ისეთი მიმართულების, სადაც მე შევძლებდი გამოსვლას სიტყვით და ისეთ ყვილა ჩასვლა, რომ ხელების ჩამორთმევა და სურათების დაფიქსირება არ მიმაჩნია დღევანდელ პირობებში და საშუალებებით, რომ სამწუხარო არის, მაგრამ შეიძლება თემატურად დღეს არ იყოს ისა და არ ამგონია, რომ ამ მაკა ბოჭორიშვილი არც გახარიაზე არ გამიგია, რომ რომელიმე პანელში მონაწილეობდნენ და ისე დასწრება ბევრს შეუძლია, ანუ ექსპერტებს შეუძლიათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური. იქ მნიშვნელოვანი არის სადახარ და რამდენად შეგიძლია რომ გამოიყენო იქაური ტრიბუნა. მოდი ამ თემას გავაგრძელებ. 2024 წლის შემდეგ თქვენ საკმაოდ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გქონდათ უცხოეთში მაღალი თანამდებობის პოლიტიკურ პირებთან. ბოლო პერიოდში თითქოს ეს აქტივობა აღარ ჩანს. რას შეიძლება დავუკავშიროთ? აქტივობა არის, ახლა მე არ ვიცი, ჩემი გამოსვლები სხვადასხვა ფორმატებში და სხვადასხვა შეხვედრები მე მგონი ჩვენ საიტზე არის ძალიან კარგად გაზიარებული. ახლა მეორე მომენტი არის, რომ საქართველოს ნელ-ნელა კარგავს თავის ადგილს საერთაშორისო სუბიექტად და საქართველოს როცა კარგავს, მეც და თქვენ და ყველანი ვკარგავთ ინტერესი ნაკლები არის, გვერდით არის ირანის ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა, უკრაინის ღაზა და რამდენი კრიზისიც მსოფლიოში და ჩვენს მიმართ და დღევანდელი კავკასია უკვე გადავიდა იმაზე ინტერესი სომხეთი, აზერბაიჯანი რა ხდება იქა და რამდენ მილიარდს ჩადებს ამერიკა სომხეთის ტექნოლოგიურ განვითარებაში. როგორც ცნობილია, მე მგონი 9. რაც ერთგვარად ძალიან მიხარია. იმიტომ რომ ჩვენ თუ კარგავთ დღეს და მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მე მომავლისკენ უყურებ რა შეიძლება იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ რეგიონმა არ დაკარგოს. ის რომ ამერიკა დაინტერესებული არის სომხეთ აზერბაიჯანში და ინარჩუნებს ფეხს ვიტყოდი სამხრეთ კავკასიაში და არ უთმობს რუსეთს, ჩვენ შეიძლება რაღაცნაირად ისე ჩანდეს რომ რუსეთმა აღადგინა თავისი გავლენა საქართველოზე, მაგრამ ეს ასე არასოდეს არ იქნება, თუ კი ამერიკა ან ევროპა სადღაც იქნება. ახლა ჩვენი რეჟიმის წარმომადგენლები ლაპარაკობენ თავიანთი მხარდამჭერების რაღაცნაირად მხევნებლად ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი კაბელიო, შავ ზღვაზეო და ანაკლიაო და რა ანაკლია, რის ანაკლია, არაფერი არ ხდება ანაკლიაში. მე მგონი ჩინელებსაც აღარ დღესდღეობით არ აინტერესებთ. კაბელი
ადგილი feasibility study გაკეთდა ერთი დიდი ხანი არის უკვე წლები 2 წლის წინ არაფერი არ იზრვის, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ იქ სადაც უნდა ვიყოთ იმისთვის რომ ამ ყველაფერს ხორცი ესწროს და ამ დროს რუსეთიდან გვესმის საუბარი სხვა პროექტებზე, რაც ეხება რკინიგზას. ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ ეს ყველას გვეხება და ყველაზე მოქმედებს, რომ ჩვენ რაღაცნაირად ვართ მეორადი საკითხი დღევანდელ სხვა ქვეყნების ინტერესებში, პრიორიტეტებში. არა ვართ ევროკავშირის პრიორიტეტი დღეს. ძალიან ჭირს, რომ მაინც დავრჩეთ იმ განრიგში იმ საკითხების, რომელსაც იხილავენ და ეხლაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეხება, ანუ თლად გამოსული არა ვართ, ეს მოსკოვის მექანიზმიც ამისი მაჩვენებელია. ამერიკაშიც იგივე არის, არა ვართ პრიორიტეტი, მაგრამ მაინც ჰელსინკის კომისიამ განიხილა, კი იმედი ჰქონდათ, რომ ის გადავადება, რომელიც თოვლის გამო იყო, რომ იქნებოდა გრძელვადიანი გადავადება, მაგრამ არა. ეს ინტერესი რჩება, იმიტომ ეს არის ორპარტიული ინტერესი. და ის რომ მეგობრობის აქტი ვერ გავიდა არის ერთი ადამიანის დამსახურება ასე ვიტყოდი რომელიც კიდევ უფრო ღრმად გასარკვევი იქნება ალბათ მაგრამ ეს არ არის გამოხატულება ამერიკის პარტიების და პარლამენტ კონგრესის ხედვის ამ რეგიონის შესახებ მაგრამ ჩვენ დავხვევჭავთ თვალებს იმის შესახებ, რომ ეს რეჟიმი რაც უფრო დიდხანს მავნებლობს, უფრო და უფრო საქართველოს კარგავს რეალურ თავის შანსებს, შესაძლებლობებს და ეს მეც მეხება, მაგრამ მე არა ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. ქვეყანა არის. შეგიძლიათ თუ არა თქვენ ანუ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ, ამას ცოტა მოგვიანებით, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ახსენეთ, აუცილებლად მინდა შევეხო იმ ვიზიტს, რომლის შესახებაც გახდა ცნობილი, ერთი ვიცით, რომ სუსის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ოფიციალური ინფორმაციით საკუთარ კოლეგებს შეხვდა და მანამდე რამდენიმე დღით იმყოფებოდა ასევე შტატებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ნუ ბევრი ვერსია არსებობს, რა მიზანი ამოძრავებდათ, როდესაც იქ მიემგზავრებოდნენ, რით ჩამოვიდნენ. აი თქვენ რომელი ვერსიისკენ უფრო იხრებით, ან შესაძლებელია გაქვთ თქვენ დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ბევრი რამ ინფორმაციიდან თქვენთვის მეტყველებს, თუ რა მიზნობრიობა გქონდა. დედუქციით ვისაუბრებ, კი ბატონო. ინფორმაციით, იმიტომ რეალურად არ მაქვს ინფორმაცია. მე ვიტყოდი, რომ შესამჩნევი არის ის, რომ ჩვენი პარტნიორებისგან და ეს ეხება ევროკავშირსაც და ამერიკასაც არის სურვილი, რომ ბოლომდე არ გაწყდეს ყველა კავშირები, რაც შეიძლება არსებობდეს საქართველოსთან. ასე აიხსნება ის რაღაც საფრანგეთის დელეგაცია სამხედრო საკითხებში და ცოტა ილუზია, რომ აქ სამხედროები ცოტა უფრო დამოუკიდებლები არიან და მათთან შეიძლება სხვაგვარი ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ამიდან გამომდინარეობს ის, რომ ევროკავშირმა გადადო დიდი ხნით საკმაოდ ის აზრი, რომ შეიძლება საზოგადოებისთვის ვიზების შეწყვეტა. ესეც ამიდან გამომდინარეობს, რომ არ არის სურვილი მათ შორის დღეს, რომ აი გადავცეთ საქართველოს რუსეთმა რაც უნდა ის ინავარდოს აქა და ჩვენ არ უნდათ და არ უნდათ. ეს განწყობა არ არის, იმიტომ რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვანი არის. ერთია რომ რეგიონი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს განწყობა რაღაცას ხომ უნდა ეფუძნებოდეს. რაიმეს მოლოდინია აქვთ, რომ აი შესაძლებელია ახლო პერსპექტივაში თუ არა, რაღაცა საშუალო ვადიან პერიოდში საქართველოში რაღაცა შეიცვალოს. რაზეც თქვენ საუბრობთ, გამოჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელზეც ჩვენ გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, დავდებ ფსოვს. მე ვიცი, მაგალითად, ჯერ დავამთავროთ ამერიკასთან, იგივე ის შეხვედრა დარსანიასი იმაში და მით უმეტეს სუსის ხელმძღვანელის იმას მიუთითებს, რომ ამ დარგში, რომელიც არის უსაფრთხოების დარგი და სადაც ყოველთვის საქართველოს იყო მნიშვნელოვანი მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ამერიკელებს ინტერესი რჩება, რომ იცოდნენ აქ რა ხდება და არ მიუშვან ბოლომდე რუსის სპეცსამსახურები, რომ აქ თავისუფლად იმოქმედონ. ამიტომ რაღაცას შენარჩუნებას ალბათ ცდილობენ, ახლა დეტალურად მე ვერ ვიტყვი. რომ რჩება იმედი და ამას ამბობენ
სულ მუდამ ეს იყო ნათქვამი ელსინკის კომისიაში და რა როლი უნდა ითამაშოს თვით ამერიკის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს და ევროკავშირთან ყველა შეხვედრებზე ყოველთვის, როცა ეს კითხვა ასე ისმება, რომ რა იქნება ხვალ, როცა და როგორც შეიცვლება ეს რეჟიმი და დაუბრუნდება, ან ეცდება, რომ დაუბრუნდეს თავის საუკუნოვან გზას და ყოველთვის პასუხი ეს იქნება ურსულასი თუ ყველა სხვა ხელმძღვანელების, ყოველთვის არის, რომ ჩვენ მზად ვართ და მზად ვიქნებით, რომ აღვადგინოთ ის კავშირები და ურთიერთობები და ჩვენი რეალური დამცველი ამ პერსპექტივაში არის რეალურად სომხეთი. იმიტომ რომ სანამ აქ კიდევ ერთხელ ფეხი ამერიკის და ფეხი ევროკავშირის და ევროკავშირიც აძლიერებს თავის კავშირებს სომხეთთან, ინტერესი ამ რეგიონისთვის იქნება და მზადყოფნა იქნება, რომ მთლიანად რეგიონი ისევე დაუბრუნდეს თავის პერსპექტივას, ნორმალურ პერსპექტივას ვიტყოდი. კი ბატონო, თუმცა მინდა იმ საკითხს დავუბრუნდე, სადაც საუბრობდით ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე. სულ მაინტერესებდა და სხვა შორის ხშირად მიკითხავს ჩემი სტუმრებისთვის სხვა ფორმატში პოლიტიკოსებისთვის მონაწილეობდით თუ არა თქვენ აი ამ მოლაპარაკებებში და ყველამ თქვენთან გადმომისამართ და მართლა არ მეგონა რომ ექნებოდა ამ კითხვის ასე მალე დასმის შესაძლებლობა. მონაწილეობთ ქალბატონო სალომე თქვენ აი ამ მოლაპარაკებებში, რომელიც რაღაცა ოპოზიციური ერთობის შექმნას ეხება. ჯერჯი მე წამოვიწყე ეს მოლაპარაკებები თავის დროზე არაერთხელ. მე ვარ ინიციატორი იმ ქარტიის, რომელიც ჯერ კიდევ რჩება და მე მგონი რომ სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. გამაერთიანებელი ყველა ოპოზიციური, ვინც მართლაც ოპოზიციურად ქმნის, თვის თავს იმის შესახებ თუ რა უნდა იყოს ის გარდამავალი პერიოდი და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამის იქით ცხადი არის რომ პარტიებს ექნება თავიანთი ხედვა. ვის ექნება თავისი ხედვა, რა უნდა იყოს განათლების ნამდვილი რეფორმა, რა უნდა იყოს ეკონომიკის აღზევების ერთ-ერთი ფორმა. ეს არის პარტიული სხვადასხვაობა, რომელიც უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში და რომელზედაც იმედი მაქვს ერთ დღეს მოვისმენთ ნამდვილ დებატებს. ეს არის ოცნება ნამდვილი ჩემი. მრავალპარტიობა და მრავალპარტიული ნამდვილი დებატები და არა ერთმანეთზე რაღაცა ჭორაობა. მანამდე გჭირდება წინააღმდეგობის ფრონტი და ამაზე მიდის მოლაპარაკებები ხან ჩემთან, ხან ერთმანეთში, ხან კიდევ სხვა ფორმატში და სურვილი არის ერთი. მე ამას ვაკვირდები, რომ არსებობს სხვადასხვა შემაკავებელი პიროვნული ამბიციები ზოგჯერ და რაღაცა რაც ძალიან ბუნებრივი არის და ამაზედაც პოლიტიკაში ვინც არის და რაც უფრო ახალგაზრდა ალბათ უფრო სწორი არის რომ გქონდეთ ამბიციები სამომავლოდ. ამაში მე არაფერს ცუდს არ ვხედავ. და რეალურად საკმაოდ მყარად დგას ეს ოპოზიცია. დღეს წავიკითხე ვიღაცის პოსტი იყო სწორედ ასეთი, რომ რეალურად დღეს მყარად დგას ოპოზიცია, ანუ არ გატეხილა ოპოზიცია ციხეში, რაც არ უნდა მცდელობები ყოფილიყო. მცდელობები ერთიანობის სხვადასხვა კოორდინაციისკენ გრძელდება, რაც არ უნდა ძნელი იყოს ამ ზეწოლის, სხვადასხვა ზეწოლის და ძალიან მარტივი არ არის ყველაფერს რო ისმენენ და ყველა აზრი რო იციან წინასწარ, ვინ რას ფიქრობს და ასე შემდეგ. და რეალურად ეს ოპოზიციაო, ასე ამბობდა ის ადამიანი, რომელიც წერდა, ამ ხრივ უფრო მაგარი არის ვიდრე ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც დუმს და ელოდება, რომ სხვამ გააკეთოს მის მაგივრად საქმე. ეს ცხადია არ ეხება იმ ძალიან აქტიურ ნაწილს საზოგადოების, რომელიც დგას და დგას პროტესტზე და რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ღირსების სიმბოლო. კი ბატონო, რადგან წერენ რომ ძალიან ცოტა დრო გრჩება, აუცილებლად უნდა გამოვიყენო კიდევ ერთი შეკითხვის უფლება ციხი ახსენეთ და გუშინ საპატიმრო დატოვა კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამია, ვუსმინე მის ინტერვიუს და მის ინტერვიუს გარკვეული ნაწილი პირდაპირ თქვენ გეხებოდათ. არ ვიცი თქვენ სწორი შენიშვნები იყო გაჟღერებული, ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ შესაძლებელია მსმენელებისგან ყველას არ მოусმენია. აქ ძალიან საინტერესო არის, იმიტომ ზუსტად იყო ის მცდელობა, რაზედაც გესაუბრებით, როგორ მუშაობენ ესენი, რომ ამოიღონ ნაწილი რაღაცა ნათქვამის,
რომელსაც ჩააგდებენ იმაში და ვითომც უნდა იყოს ეს გამაღიზიანებელი ჩემთვის. მე მინდა ვთქვა აქა, ჯერ ერთი მივესალმო მის განთავისუფლებას, ნებისმიერი და ყოველივე პოლიტპატიმარი თუ სინდისის პატიმარი, რომელიც გამოდის და უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას, მისასალმებელი არის და მივესალმები ყველას, ვინც არ გატყდა სწორედ ციხეში და მესმის თუ ეს რამდენად მძიმე არის და მე მინდა ვთქვა პრეტენზიები, რომელიც მან გამოთქვა, მან თქვა, რომ თქვენ გაქვთ ვალიდაცია, ასეთი ტერმინი ახსენა, სწორედ მეინსტრიმული პოლიტიკური ძალებისგან. მაშინ როდესაც ამბობთ, რომ აი ამ ძირითადი პოლიტიკური, ძველი პოლიტიკური ხო, ძალების მიმართ რაღაცნაირად მოსახლეობის ნდობა დაკარგულია და ახლები უნდა წამოვიდნენ. ორივე უნდა იყოს. ხო. ორივე უნდა იყოს, ანუ არავინ არ ამბობს, რომ რაღაც პარტიები უნდა გაქრენ, თუ აქვთ უნარი, რომ განახლდნენ, უნდა იყვნენ და არსებობს ახალი ძალები, რომელსაც აქვთ ასევე უნარი, რომ გაძლიერდნენ და წარმოადგენონ ის ახალი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც ეს ცვლილებები ძალიან სიცოცხლეს უნარს აძლევს ვიტყოდი ოპოზიციას მთლიანად და მინდა გავიმეორო, რომ არაფერი არ არის იმ გუშინდელ გვარამიას ინტერვიუში, რასაც მე მივიჩნევდი როგორც ჩემთვის მიუღებელს ან კრიტიკულს. და მისაღებს, იმიტომ რომ აშკარად იყო საუბარი, მოწოდებაც იყო, რომ თქვენი პოლიტიკური როლი, ასე ვთქვათ, გამოკვეთოთ აი ამ პოლიტიკურ ველზე. ანუ ჩვენ თუ გინდა პოლიტიკური ლიდერობა ამბობდა ის ხომ, მაშინ ზურგს უნდა გიმაგრებდეს პოლიტიკური პარტია. ისე უბრალოდ მე პოლიტიკურ პარტიას 1000 ჯერ მithქვამს, ჩემთვის ეს დრო დასრულებული არის. მე პოლიტიკურ პარტიას დღეს ვეღარ შევქმნი. ჩემი როლი არის სხვა, რომ ვიყო სახელმწიფოს ერთგვარი ინსტიტუციური წარმომადგენელი იმ ერთიანობის, რომელიც უნდა გადარჩეს, იმ დამოუკიდებლობის, რომელიც უნდა გადარჩეს და სწორედ იმიტომ, რომ მე არა მაქვს იმისი ამბიცია, რომ შევქმნა პოლიტიკური პარტია, რომ ხვალ ვიყო ვინმესი კონკურენტი და ეს ყველამ უნდა გაიგოს. ამიტომ შეიძლება უფრო მისაღები ვიყო ყველასთვის, როგორც ის შუამავალი კოორდინატორი და საზოგადოების ხმის გამტანი გარეთ, რომელიც პოლიტიკურ პარტიულ ლიდერს უფრო გაუჭირდება, იმიტომ ის წარმოადგენს თავის პარტიულ ხელმას. მადლობა მინდა გითხრათ თქვენი დღევანდელი სტუმრობისთვის, ამ ინტერვიუსთვის. ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც არსად არ მიდის და რადგან არსად არ მიდის, ერთგვარ ტრადიციად ხომ არ დავამკვიდროთ ყოველ 13 თებერვალს ასეთი ინტერვიუს, ასე ვთქვათ, გამართვა რადიოს ეთერში. ესე მანამდე არ აპირებთ შენ. არა, როგორ არა, სხვა ფორმატში როგორ არ ვაპირებ ქალბატონო სალომე, უბრალოდ რადგან ეს ასეთი ფორმატი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, რაღაცნაირად უფრო განსხვავებული. და რა ვიცი, ნახოთ, დრო ძალიან სწრაფად გადის და მით უმეტეს საინტერესო იქნება დღევანდელი მაშინ ანუ ერთი წლის გადასახედიდან როგორ შევაფასებთ განვლილ ერთ წელიწადს. მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დროებით.